თბილისში იუსტიციის სახლის სახურავის მონტაჟის სრულდება ლითონის კონსტრუქცია თურქეთში აიწყო და საქართველოში 40-მა შემდგომელმა ჩამოიტანა, რომლებმაც მეზობელ ქვეყანაში სპეციალური ერთთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. გადახურვის სამუშაოებზე 500 ქართველთან ერთად აზერბაიჯანელი, იტალიელი, თურქი და ჩინელი მშენებლებიც არიან დასაქმებულები. სამშენებლო სამუშაოები დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დაათვალიერა. თბილისის იუსტიციის სახლის საერთო ფართობი 32,000 კვადრატული მეტრია, რომლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. ახალი იუსტიციის სახლი მომხმარებელს Just Drive-ისა და Just Cafe სერვისებსაც შესთავაზებს. იუსტიციის სახლის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 40 ჩვენი მოქალაქე, რომელიც თურქეთში იყვნენ, სწორედ აი ამ სახურავის დასამზადებლად ეხლა უკვე საქართველოში არიან, შემოგვემატა ეს სამუშაო ძალა და შესაბამისად ძალიან ინტენსიური ტემპით მუშაობთ. სექტემბერში ჩვენ ხსნით მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფო და კერძო მომსახურების ცენტრს. თურქეთში ვიყავით დაახლოებით 1 თვე. იქ გავიარეთ გადამზადების კურსები. ეს ფერმები დავამზადეთ და ეხლა ჩამოვიტანეთ აქ და ჩვენ თვითონ ვაყენებთ ამ ფერმებს.